როდის გავა დინამო ბათუმი ევროტურნირებს. კი ბატონო, არა, გვაქვს რა თქმა უნდა მაგ მიმართულებითაც და ეგ ერთ-ერთი მთავარი კითხვაა, ხო, გვესმის ეგ. პირველი წელი იქნება აუცილებლად ნორმალიზების წელი. შეთამაშების წელიც თუნდაც ესეც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ არა მარტო სპორტული კუთხით, არამედ მენეჯმენტის მხრივაც და შემდგომ წლებში უკვე ვფიქრობთ, რომ შეგვიძლია იმ თამასაზე სწორება მოვახდინოთ იმ თამასაზე, რა თამასაც კლუბის წინა ხელმძღვანელობა მოახერხა კლუბის აყვანა და შიდა ტიტულებზე პრეტენზიის გამოცხადება და ამის შემდეგ უკვე და თუ ეს მოხერხდება, რა თქმა უნდა, ეს ხო სიტყვებია ჯერ და საქმით არ არის გამყარებული. თუ ეს ასე მოხერხდება, შემდეგ უკვე 5 წლედის ბოლო სეზონებში, ბოლო 2 სეზონში შეგვიძლია უკვე უფრო თამამი მიზნების გაცხადება და დაუშვათ ევროპულ სარბიელზე პრეტენზიის გამოცხადება წარმატების მიღწევის და ალბათ ეს არის ხო რაღაც ზოგადი ეს რო ავიღოთ მაყურებლისთვის, ზოგადი დინამიკა რო წარმოვაჩინოთ სპორტულ შედეგებს რაც შეეხება პირველი გუნდის რო ეს ნორმალიზება საშინაო ტიტულებზე და საშინაო შედეგებზე პრეტენზიის გამოცხადება და ამის შემდეგ უკვე ევროსარბიელი. აი ეს არის ამ 5 წლედის მონახაზი. ჩემ პირადად შემიაზრია რომ კარგი ესე ვთქვათ დინამიკაა, იმიტომ რომ შეიძლება ხა თქვენ ან ნებისმიერ სხვა კლუბის გამგვალს ეთქვა რომ აი მომავალ წელს გაგიყვანთ ან რაღაც, მაგრამ რეალურად რო შევხედოთ, ხო, რა თქმა უნდა, თქვენს და ყველას გავხარდება, რომ რაღაცა ისეთი მოხდეს პირობითად ვამბობ, ცოტა სასწაული უფრო ქვია, მაგრამ რეალურად რო შევხედოთ, ხო, რაღაცა გეგმას, რასაც ითხოვს მაყურებელი, გეგმა ეგეთია, ცოტა გრძელვადიანია, ერთ წელიწადში ცოტა რთულია, ხო? კი ბატონო, დავამატებ იმას, რომ ჩვენი შედეგი და ყველა ძალისხმევა, რაც კლუბის განვითარების გზაზე რისი გაკეთებაც მოგვიწევს, იქნება მდგრადობის მიზნით და მდგრადობის კონტექსტით განხორციელებული და აი ხა რადგან ის თქვით რომ შეიძლება ეპიზოდური ან რაღაც სწრაფი შედეგის დაპირების იმას ვიძახი რა საპირწონეს ასე ვთქვათ რომ სწრაფი შედეგი კი ბატონო ძალიან კარგია მაგრამ ხშირ შემთხვევაში აკლია ხოლმე მდგრადობა ამ სწრაფ შედეგს სრული ვიდეო ნახე Newsmakers-ის YouTube არხზე თუ მოგეწონა ეს ვიდეო დაალაიქე და გამოიწერე არხი რომ არ გამოგჩეს შემდგომი საინტერესო სიახლეები